იმდენი ვიძახია, თოვლი აღარ მოდის, მეთქი. ჯერ ხო დადო და ჩამოვბარდნა იმაზე მეტი ვიდრე წინაზე მოვიდა. მერე ეხა კიდე თავს. დღეს პლუს ტემპერატურა იქნება. სალმი არა უსრიალდი აქნე. ეს ყველაზე ცუდი არის, ყინული არ ჩანს. მაგრამ რაღაცა. აჰა. ესეთი თოვლიანი დილას გამოვყავს ახლა 6 საათია. რომელია? 6 საათია. ეს დღეებია. ამდე ხანია უკვე ამ იმას წერე რა ქვია. რაღაცა სტოელების, სტოიკოსების სადაო არა დავიცე მე აქ აშკარად თო. ძალიან სახიფათოა ეს. shit. მოდი ხა შენ არ შეგეწირო, კიდე რამე არ მოვიტეხო. ყოველ თითო წელიწადში ერთხელ ვიტეხავ რაღაცას თო. ხო და ეს ბმა რაც თანამედროვე ფილოსოფიასა და სტოელებს და მაქსიმე აღსარებელს რომ მე აი თანამედროვე სამართლის ფილოსოფია ხა ფილოსოფია ერთია გინდა სამართლის იყოს და გინდა იმის იყოს გინდა ამის იყოს კულტურის და რაღაცა ყველაფერს საფუძველში ერთი ფილოსოფია მაგრამ ხო და თუ ის საფუძვლები მოიძებნა ესე იგი რაშიც მაქსიმეს და რაღაც მეჩვენება რომ მაქსიმე აღსარებელმა გააკეთა სინთეზი ნეოპლატონიზმის და სტოელების რა ეს უკვე ბოლო ეტაპი იყო სადაც რაზეც მივიდა ну ესე რომ თქვა ბიზანტიური აზროვნება რა ხო მე ნუ ავგუსტინე უკვე ლათინელების ხარეს რჩება ნეოპლატონიზმში აი მაქსიმეს გაკეთებულია ეს სინთეზი მაგრამ ეს სინთეზი მაქსიმეს რომ ან გაკეთებული უკვე ადრე არის დაწყებული თვითონ სტოელებშიც არის დაწყებული მაგრამ მაქსიმემ ეს ყველაფერი გამოიყენა და თან ერთი რაღაცა მიაბარო ყველაფერის დააკრისტალა პიროვნებაზე ესე იგი ადამიანის ინდივიდზე და ადამიანის მარადილობაზე რა ასე ვთქვათ პიროვნების მარადილობაზე რაც სტოელებში რა თქმა უნდა არ იყო და არც იმაში იყო რა ქვია ну ფილოსოფიაში არ იყო ეს ხა იყო მარადილობა მაგრამ არა პიროვნული რა ასე ვთქვათ არა ინდივიდუალური ხა პიროვნებას თავი დავანებოთ ინდივიდუალური მარადილობა ეს მაქსიმესთანაც იმდენად პრობლემატურად ჩანს რომ ზოგი მას უწოდებს რომ აი პიროვნება საერთოდ ჩააქრო ადამიანში გააქრო რაღაც ალამე ფაშიზმსაც უწოდებენ აი თანამედროვე ტოტალიტარიზმის წინამორბედად არა ეხლა ტოტალიტარიზმის წინამორბედად ის ითვლება რა ქვია პლატონი მაგრამ პლატონის სახელმწიფო რა იქ რომ ფილოსოფოსები უნდა მართავდნენ და იქ მე რუსთავის რომ მუშამიწი მუშაობდეს და დაჟერდეს და მასუპლობდეს ხო მეომარი გულოვნებდეს ხო და ეს კაცრი იერარქიულობა კაცრი განსაზღვრულება საკუთარი როლის რაღაც ერთგვარი კასტურობა რა რაც მე და ამ კასტურობას ახლა იმას კი ვაბრალით ჩვენ ინდოელებს მაგრამ ეს აქამდე მიდის რა ყოველთვის ყველა ნებისმიერი აზროვნება და აი ეს ყველაზე მდაბიურმა გაგებამ ადამიანის რომელიც არის ქრისტიანობა აი ამან გამოიწვია ის რასაც ჩვენ თანამედროვეობას უწოდებთ და ამ პიროვნებასაც ეროვნულ ცნებას ესე იგი დღეს ну ვეღარ იზიარებენ თანამედროვე ფილოსოფოსები თუმცა ყველანაირად ცდილობენ რომ მას მოუსუფთავონ არსებობის ადგილი აი თუ გახსოვთ ესეთი ავტორის სიკვდილი
და ეგეთი ისინი რომ ამ წერალი ავტორი კი აღარ წერს ტექსტი თვითონ ცხოვრობს ენა ცხოვრობს ჩვენ უბრალოდ გვიყენებს რომ ჩვენ აი წინა წლის მეცნიერული ანგარიშით როდესაც ყველაფერი დადის ერთეულებამდე ერთეულ ყოფსულამდე ესე იგი ერთეულამდე რაც უნდა მაგას სიმების თეორიას რო აიღოთ თითქოს ეს სიმები თითქოს კვანტური მექანიკა მატერიალიზმს იმ მატერიალს ჩვენსაც რომელსაც ვიღებთ რომელიც ასე ვთქვათ ნიუტონურ ერთგვაროვან სივრცეში არსებულ წერტილების განაგებულ ერთგვაროვან სივრცეს აი წერტილი რომ უნდა იყოს რაღაც ერთი მყარი ატომოს რაც დემოკრიტიას თქვა ერთი განუჭრელი რაღაცა ერთი უნდა იყოს სიმყარე რომელიც უყარეს უნდა აეგოს ყველაფერი დაშენდეს თითქოს ამას ეწინააღმდება კვანტური მექანიკა მაგრამ შემოაქვს სიმების თეორია უბრალოდ სიმი ამ შემთხვევაში აღარ არის ის ერთი წერტილი თითქოს რაღაცა სიმული სხვა ფორმის სიმები რომელიც სხვადასხვანაირად ირხევიან ნუ ხევა უკვე თავისთავად სივრცეს გულს მაინც ვერ გამოდიოთ ამ სივრცული აზროვნებიდან მაინც ვერ გამოდივართ ამ სივრცულ წერტილოვანი ან ნიუტონური სფეროდან ყოველთვის მაინც რაღაცა უნდა დარჩეს ის ერთი სიმყარე ერთი რაღაცა წერტილი სადაც რისგანაც შემდეგ აიგება ზოგადობა აი ეს ინდივიდუალურობა აი ამ მაინც ვერ გამოდის ვერც მეცნიერება ამ აქედან და როგორც არ უნდა აღწეროს მეცნიერება მაგალითად მეცნიერები ხარ რო აღწერენ მაგალითად ადამიანის ნების თავისუფლებას და ადგენენ რომ ყოველთვის ტვინიჯერი წყვეტს გადაწყვეტილებას რაღაც მიასედი წამებით ადრე გადაწყვეტილებას იღებს თავისთავად ავტომატურად და მხოლოდ მერე გვეტყობინება ჩვენ და ჩვენ გონია რომ ჩვენ დამოუკიდებელ საკუთარი ნებით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება არა და სინამდვილეში ტვინმა მიიღო და მე ჩვენ რატომ გვეჩვენება რომ ჩვენ მივიღეთ არა და სანამ ჩვენობას ჩვენამდე მოვიდოდა საქმე ის უკვე მექანიკურად გადაწყვეტილი აქვს აი ეს ესე იგი მეცნიერება საბოლოო ჯამში ადამიანის თავისუფალ ნებას ესე იგი საბოლოო ჯამში ადამიანის შემოქმედებითობას უარყოფს რატომ იმიტომ რომ მაინც აი ამ რჩებით აი ამ მეცნიერება მაინც აი ამ წერტილებით და სივრცით აზროვნებს ესე იგი ამ რაც უნდა ბევრი ვილაპარაკოთ და ამბობთ რომ ნიუტონური სივრცე აღარ არის და გამრუდებულია სიამდვილეში მაინც საბოლოოდ მაინც ამ ნიუტონურ სივრცულ წერტილოვამდე მივდივართ და ამ სამგანზომილებიანით ვცდილობთ 4 განზომილებიანი და 5 განზომილებიანი გავიგოთ და ნუ რეალობა რაც შეუძლებელია და ასეთ ვითარებაში ვერც ფილოსოფია რამდენიც არ უნდა ათავისუფლოს ადგილი ვერ ათავისუფლებს ადგილს საბოლოოდ ადამიანის პიროვნებისათვის იმიტომ რომ ცდილობს მაქსიმალურად ესე იგი რომ პოსტმოდერნიზმი ებრძვის პოსტსტრუქტურალიზმი და სტრუქტურალიზმი ებრძვის პიროვნებას და სტრუქტურები განსაზღვრა არ არის ეს ყველაფერი იმიტომ არის რომ ადგილი მოუთავისუფლდეს პიროვნებას და აი მამარდაშვილი ამოდის კანტიდან ამოდის და რომ იცი რა ჩვენ მოუთავისუფლოთ ადგილი და მე თვითონ პიროვნება გაჩდება მაგივრად დაუშვათ რომ პიროვნება არის ეს ყველაფერი მაინც პიროვნებაზე მაგრდება საბოლოო ჯამში ანუ ჩვენი კულტურა რაზეც ვარდიან როგორც ვართ ჩვენ სწორედ ამ ყველაზე დაბიულ ყველაზე პრიმიტიულ ეგოზე მყარდება რა რომ გვინდა სამოთხეში მოხვედრა რა რომ არ გვინდა სიკვდილი და გვინდა ვიყო მე მინდა ვიყო რა ესე იგი კი რაღაცა ჩემი ენერგია რო იარსებებს ახლა ვიცი რა მე ვიარსებებ თუ არ ვიარსებებ ჩემი ფორმულა უკვე შედგენილია ხო ნუ რაც არ უნდა გავუკეთო როცა გარდავიცვლები ასე ვთქვათ ჩემი ფორმულა უკვე შედგა შეიძლება არავის ტვინში მაგრამ ეს ხო შედგა უკვე იყო და არის ხო ესე იგი მე ვარსებობ მაინც ყველანაირად რა
მილიონერად არსება ახლა ჩემი ბობი გარდაცვლილია, წავიდა ამ ქვეყნიდან. მაგრამ სხვა რაღაცნაირად არსებობს ჩემში. აი მაგალითად ბობიმ გამოიწვია, აი ეს აქ რომ მყავს, ხო? მე რომ ბობი არ მყოლოდა, ალბათ ესეც არ მეყოლებოდა. იმიტომ რომ აი ბობის ნოსტალგია მე ამოყვანინა ეს. ეს კიდე ჩავშევ გავლენა სახთეს ჩემს. ესე არაფერი არ ქრება ამ სამყაროში და ყველაფერში გადადის, მაგრამ რაც ქრისტიანობას უნდა, იმენა სიკვდილი ითურგუნება, აი რომ აიღოთ ეს ლოცვები რა. აი ლიტურგიას რო ვიძა, ლიტურგიულ ჰიმნოგრაფია რაც ყველაფერი ტრიალებს მაგის გარშემო. რა, აი ამ პრიმიტიული რაღაცის გარშემო, რაც სკორსეზე მე თავის ფილმ სიჩუმეში დუმილში ალბათ უფრო მეტად დუმილი იქნება აი ვიდრე სიჩუმე silence დუმილი ეხა ძალიან ისეთი მომენტია იმიტომ რომ ეხა ეს ფილმში ესეა როცა დუმს რა და ის არის ნუ ეს ეგზისტენციალისტიკება როცა დუმს თასა დუმს თუცა ჩუმია ესე იგი ქართულ ენაში silence ორივეს გულისხმობს დუმილსაც გულისხმობს სიჩუმესაც გულისხმობს დუმილი არის ის რომ შეგიძლია თქვა მაგრამ არ ამბობ თუ თარგმნი დუმილად გამოდის რომ ღმერთი არსებობს მაგრამ დუმს არ გელაპარაკება და გაძლევს რაც შეიძლება მე თავისუფლებას და სიჩუმე კიდე ნიშნავს რომ просто სიჩუმეა არავინ არ დუმს რა просто სიჩუმეა ამიტომ ალბათ თუ სიჩუმეთ თარგმნი სიჩუმე ღმერთს გამორიცხავს რა ის სიჩუმეა მაგრამ თუ თქვას დუმს ეს ღმერთს დაუშვებს და ის დუმს არ აპარაკო ჩუმად არის ხო ასე რომ ალბათ მაინც უფრო სიჩუმე იქნება იმიტომ სიჩუმეში შეიძლება მაინც იყოს დუმილი აი სიჩუმემ დაისადგურა ადამიანები ვზიან მაგრამ სიჩუმემ დაისადგურა იტყვს ხო ეს არ გამორიცხავს რომ იქ ადამიანები არიან მაგალითად შეიძლება სიჩუმემ დაისადგურა მაგრამ ტყეში ხო ესე იგი სიჩუმეან სიჩუმემ სადგურობს ხო არ ვიტყვი რომ კოსმოსში დუმილია არა კოსმოსში სიჩუმეა იმიტომ რომ კოსმოსი თავისთავად გამორიცხავს Hey morning ხო და გატევნებიან სტაფ იღრინოს და იყოს ვიზუჟლის ხო და აი ასეთ სიტუაციაში თუ ხოსე სკორსეზის აქვს ხო იქ პარადიზო ის ჩინელები იაპონელები რო კვდებიან რა და პარადიზოს რო ელოდებიან ესე იგი რომ აი ამ პარადიზოსთვის რომ თავისი ინდივიდუალური ეს მე გადაირჩინონ ესე კი არ გაიძღვიბონ რაღაც როგორც ბუდა თავაზობს რაღაც ენერგიებში და არამედ აი ამ თავისი ინდივიდუალური მე გადაირჩინოს რომელსაც არ ეშიება არ ეწყურება სადაც არ არის სულთქმა მწუხარება როგორც ჩვენ ლოცვებშია სადაც აღარ არის წუხილისეო და მოწყინება სადაც მუდამ ხიარულება ხალისია აი ხალისიანთ რო ხარ და დრო სწრაფად რო გარბის და რო ვერც კი გაიგებ როგორ დაკათენდება თავზე ან როგორ გაივლის დრო როცა ხალისიანი ხარ ხიარულობ აი რაღაც ესეთაც წარმოუდგენია სასופველიცა მართლმადიდებლებს ხო ქრისტიანებს ეს ყველაზე პრიმიტიული გაგება არის რაც კი შეიძლება ადამიანისთვის რა თქო ადამიანი ესე გაიგებს ესე უნდა ეს არის მისი ყველაზე ღრმა სურვილი ყველაზე პრიმიტიული აი ამ პრიმიტიულს ეუბნება კის ქრისტიანობა და ამაზე აიაგება შემდეგ ის როცა უკვე უნები კის მეს თუ შემოდის მერე მეს მარადიული ფასეულობა მე მარადიული თუ არის მაშინ მივიღებ რომ თუ ადამიანი სამოთხის ღირსია მაშინ რატო არ არის ღირსი ის ელემენტარული ადამიანური უფლებების რომ მაგალითად იცხოვროს იყოს თუ ეუნები რომ შეიძლება იყო ბედნიერი რატომ ეხლავე არა
რატომ არ შეიძლება რომ აი ეს ადამიანური ხისება ეს თეატრი ახლავე აქვე გავათამაშოთ და ასე გინდა მართლმადიდებლად ეძახის რომ არა მაგრამ მაინც ეს ხვაშიადი როცა დაიბადა პიროვნება ხო თუ კი მე ეხლა ატო არა რა მიშლის ხელს და ესე იქნება ცივილიზაცია ეს დასავლური ცივილიზაცია რომელიც უპირისპირდება ყველა დანარჩენს აი ამის სათავეში ამის ყველაზე კარგად ამბობს მამარდაშვილი რომ თუ ეს ესეა რაღაცა და ესე ეგება ჩვენი კულტურა და ჩვენ ეს კულტურა გვინდა და ამ კულტურაში ვცხოვრობთ რაღაცა ვატრაკებთ რა რომ რაღაცა ვახურებთ რომ აი არ არის და არის დაუშვეთ რომ არის და მოდი ამაზე ვიფიქროთ როგორ არის და ვერა მივიღებთ ესეთ უცნაურ ამს რომ ჩვენ ყველაფერი იწყება ლოგოსით ესე იგი ჩვენი აზროვნებით რასაც სახარებაშიც არის ესე იგი ვიაზროვნოთ ვაზროვნებ არსებობ ესე იგი უნდა დასაფამშიყო ლოგოსი ესე იგი ლოგოსი არ უკვე არტიკულირებული შენი გზნობა განცდა ესე იგი როცა შენ იცი ლოგოსი რა არის შენ იცი რისი თქმა გინდა ხო ლოგოსი ეს არის შენ იცი როგორ გამოთქვა შენი გზნობა შენი გამოცდილება გამოთქვა ვისთვის სხვისთვის იმიტომ საკუთარ რაღაც ჭირდება ეს ხო მაგრამ ამავე დროს იმისათვის რომ შენ საკუთარს გაიგო შენ სხვაც გჭირდება რომ გაიგო რა ეს ელემენტარული რაღაც ესეთი რაღაცები მიდის ოპერაციები რაც არის მახასიათებელი ქრისტიანობისათვის და აი ამ სიტუაციაში აი ამ ყველაზე დაბიო და მარტივმა ადამიანის ეგოცენტრულმა სურვილმა გამოიწვია ის რაც არ იყო ნეოპლატონიზმში და არ იყო ფილოსოფიაში იყო როგორ არ იყო ინდივიდიც იყო ინდივიდის ღირსებაც იყო ახლა იქ მთელი ტრაგედიები და ფილოსოფია მაგაზე არ არის მაგრამ ისიც ერთგვარი ადგილის მოსუფთავება იყო ისინი ასეც ადგილის მოსუფთავება იყო სწორედ პიროვნებისთვის ქრისტიანობისათვის და შემდეგ ქრისტიანობა სწორედ ამ ფილოსოფიას იყენებს და სადაც ქრისტიანობა მივიდა და არ დახვდა ეს ბერძნული ლოგოსი ეს ემთხოვა ეს სტოურ ლოგოს არ დახვდა ლოგოსი ფილოსოფიის წიაღში იბადება ესეც სტოა იყო ყველაზე მეტად ესე დაწინაურებული დათაურებული კულტურას აი პერიოდში ჩნდება ეს სტოური დასაბამშიყო სიტყვა და ლოგოსი და აი ასეთ ვითარებაში ამის გარეშე ესე იგი ამ ბერძნული ამ შემთხვევაში სტოური მაგრამ ზოგადად ბერძნული ლოგოსის გარეშე ქრისტიანობა ქრისტიანობა ყველგან ხელი მოეცარა ასად არ არის ესე იგი ჩვენი კულტურა ჩვენი ცივილიზაცია სადაც ვართ და როგორც ვართ ეს ცივილიზაცია ამოდის აი ამ პირველადი აქსიომიდან პოსტულატიდან რომ დასაბამში იყოს სიტყვა და ჩვენ სიტყვიერი არსებები ვართ ესე იგი სიტყვა ამ შემთხვევაში როგორც მეტყველება როგორც პრინციპი როგორც პირველადი კაფსულა პირველადი პოსტულატი პირველადი აქსიომა და ამ აქსიომაზე დაფუძნებული შემდეგ არტიკულირებული დასახსრული დანაწევრებული როგორც თქვა აზროვნება აი ასეთ ვითარებაში როდესაც მე ჩემი ეგო მინდა გადავირჩინო და იქამდეც კი მიდის საქმე რომ ადამიანები გადაიცხონენ შენი თავი და შენს გარშემო გადარჩებიან სხვები და რომ საბოლოო ჯამში ოჯახით უნდა მიატოვო დედაც მამაც ვიზას მამი და დედის ქმრის მამიდები დიდას ვიზაშვილის დედის ქმრები ყველანი ესე უნდა მიატოვო იმისათვის რომ შენ ცხონდე თუ მთავარი შენი ცხონება ამ შემთხვევაში ძალიან ეგოცენტრული გამოდის ეს ყველაფერი თუმცა შემდეგ ეს ყველაფერი ჩაითრევს თელ სამყაროს აი ესე უცნაურად რომ ტრიალებს ეს აი ეს ტრიალი უკვე ყველანაირად აღსახულია მაქსიმესთან ესე იგი მაქსიმესაც
უნდა არ უნდა ადამიანის ცხოვრება, რა თქმა უნდა, ადამიანი ის ალაპარაკობს ადამიანის პიროვნებაზე და ჰიპოსტაზზე და ეგეთ რაღაცებს ეს მერენდელია უკვე ჰუმანიზმის მერე მოდის, მაგრამ ის მაინც არ მოდის ამ ადამიანის ეგოს მარადიულობიდან. მაგრამ ისეთ სიტყვებსა და ფრაზებში ამას აფორმებს და გახვევს ის ფრაზებს ისეთ მეტყველებას, ისეთ არტიკულირებას ჩააცვალს, ისე არტიკულირებს მას. რომ კვლევარებს საერთოდ ეჭვუჩნდებათ, რომ მაქსიმე ხო არ მივიდა საბოლოოდ იქამდე, საიდანაც დაიწყო ყველაზე მეტად არტიკულირებული, ესე იგი გამართული მეტყველური ბერძნული ფილოსოფია, რომლის აპოგეა იყო ეს პლატონის სახელმწიფო, სადაც სწორედ რეალურად კასტურობაზე ეხლაპარაკი და რაზეც მივიდა ნებისმიერი სხვა კულტურები, ინდური, ჩინური, ზედათ ეს ორია რა, ინდური, ჩინური და ეგვიპტური, ხო? და даже ინდიელებშიც კი ესეთი კასტურობა შეინიშნება, იყო რაღაცა ღმერთთან უფრო დაახლოებული ქურუმი მეფეები და იყო ტომები, რომელსაც ხისება არაფერი არ გააჩნდათ. ცხოველური, მაგალითად თუ ითვლება, რომ საკუთარ, აი როგორც ბიბლიაშია რა, ცნება არ იმლუშო, იმას ხო არ ამბობს, რომ ეს ამბობს, რომ ბებრელს სული არ გაუჟიო. ამას ამბობს, არ წაართო რა. ეს იგი არ წაუჟინო და არ წაართო. ამას ნიშნავს, რომ ხა წარმაც რაც გინდა ეს უქენი, ხო? ხო, მაგრამ ეს ყველგან ეგრემტო დაბალი დონის არსებებთან, შენ რაც გინდა ის ქენი, შენ არ შევიყვნის. ბიბლიაში მაგალითად ყველა ცოდვაზეა ლაპარაკი, მაგრამ არ არის მაგალითად ცხოველთან თანაყოფნაზე საერთოდ გამოყოფილი. რატო არ არის გამოყოფილი? არის ყველა კულტურაში დღესაც კი არის ესეთი გადახრები. მაგრამ ბიბლიაში ეს პრობლემას არ წარმოადგენს, ცხოველს რასაც გინდა იმას უზამ რა. იქ ანანიზმზე რომ არის, იქ იმაზე კი არა რომ იმან თქვათ მაგალითად ონანიზმის მიმართა. არამედ მასტურბაციას, არამედ თავიზმას არ გაუგზელა. თავიზმას არ გაუგზელა, დაწვა თავიზმის ცოლთან. ეგრე გამოდის რა, მაგრამ როდესაც უნდა შეეღო არა, სპერმა მიეცა იმ დროს იმ დროს ანებებს თავს და ღურის ამას გარეთ. და რო ესე იგი თავისი ძმის, მაგრამ მოკლა რა თავისი ძმა, იმიტომ რომ შენ მანამ იყავი ცოცხალი, სანამ შენი შთამომავლობა არსებობდა და ძმა უნდა შესულიყო თავის ძალთან, იმიტომ რომ თუ ძმას შვილი არ ყავდა, მაშინ უნდა შესულიყო, რომ აი ძმის მარადიულობა უზრუნველყო. დაუცაის უნანი არ აკეთებს, ამიტომ არის ის ცოდვა. რო უარი თქვა თავის ძმის ძმა მოკლა რა, რეალურად აბელის ცოდვა გაიმეორა, კაინის ცოდვა გაიმეორა, ხო და ისევე ამ სოდომ გომორზე იმაზე კი არა ლაპარაკი ბოლოს მამაც მავლები იყვნენ თუ არა. თავარი ისაა რომ აი ისინი სოდომ გომორს დაემართა რა სამარაგოს სიბრმავეს რა. თავისი ცოდნით იყვნენ დაბრუნებულები. ჩვენი ტრადიცია და ჩვენ თვითონ ვიცით რასაც ვაკეთებთ, ჩვენ ვიღაც უცხოელი მოხვედი და სკოლას გვასწავლთ. ხო, აი ეს პოზიცია რომ პოზიციას ხა კოცები გადაგებენ რა ძირითადად, ასე რუსები, რუსული იდეოლოგიის, ეხანდელი იდეოლოგიის გადმომღერება, ხო ეს. რომ თქვენ თქواس რას გვასწავლეთ. არის და სწორედ უნდა ესწავლოთ, ხო? მაგალითად შენ ამით სტუმარს მასწავლების წესს არ ხო, რომელიც ასევე თუ მაგალითად სტუმარს მასწავლება არის, ხო, ძირითადი ფონი აბრაამი ხებულობს, იხებს უცხოელებს, ის არც ეკითხება ისინი ვინ არიან და ამ უცხოში უკვე აღმოჩნდება მისი ხსნა და მისი გამრავლება, თუ რო უჩნდება ისააკი და ეგეთი მაშინ მრავლდება აბრაამის ფესლი და ასე შემდეგ და ღმერთს შეხვდება და ეს სოდომი და გომორი არ იღებს ამ უცხოს. ნუ შეიძლება თქვა იმიტომ არ იღებს რომ ისინი ამ ცოდვაში იყვნენ გარკვეულ და ამ ცოდვან დაუბრუნავთ თორე ეს, მაგრამ ეს უკვე შემდეგ შეიძლება მაინანა კი არ გაუბრუნავთ თავი, არამედ
ჩაკეტილობა უნდა დაუბრუნო თვალი და ასე შემდეგ. იმან დაუბრუნო რომ სტუმარ მასწავლებლობაზე თქვენს უარ. მოგეთ ეს მიზეზი შენ გინდა ასე დაატრილებ გინდა ეს მაგრამ იქ ეგრე არ წერია რომ მამაც მამლობის გამო ისჯებია. ისინი ისჯებიან იმის გამო რომ მათ არ მიიღეს რჩევა. და რატომ არ მიიღეს რჩევა? ეს უკვე შენ შეგიძლია დაასკვნო სხვა ვითარებისგან. წანამძღვრები გაქვს შენ თვითონ. ხო და მაგრამ ხა რაც არის მოკლედ. ხო და თემაზე ხვალ მინდა და ესეთ ვითარებაში ესე იგი რომ სწორედ პიროვნება უნდა შემოვიდეს და პიროვნება უნდა იყოს პირველადი თავარი უმთავრესი ეს ინტუიცია რომელიც ქრისტიანობამ შემოიტანა ყველაზე დაბიო და ყველაზე ეგოცენტრული და ყველაზე ესეთი ცუდი მხდალი უაშკაცო პოზიციიდან იბადება მე ჩვენი კულტურა რომელიც ყველას დაუთავრდება ეს უცნაურად მოხდა ხო ეს პიროვნების კულტურა ვართ ჩვენ და აი ამას მაქსიმეს თან ვერ ხედავენ და ვფიქრობ რომ მაქსიმესთან ეს სწორედ მიიჩქმალა და ამის შესახებ არის რამდენიმე კვლევა მაგრამ ვერავინ ამ კვლევას ვერ აძლევს გადამწყვეტ ამოხსნას ამ პრობლემას ამ საკითხს თუმცა აი ხა ბოლო ხანებში უკვე ეთი ბულგარულია მარკოვია თვალწინ მას აქვს ეს ნაწილობრივ და კიდე გამუშვა საღესას სადაც აი ყველაზე პრობლემული საკითხი არის არჩევანის საკითხი აი წერანაც ვილაპარაკე არჩევანი გამოირიცხება თანამედროვე მეცნიერებით აი ეს არჩევანი თუმცა ადამიანის აი წარმოიდგინე როგორ უცნაური რამეა რომ კვანტურ მექანიკაში სწორედაც რომ